წლებია ურთიერთობა არ ქონია და რატო არ ქონია მაგასაც ვიტყვით ახლა. გავაჟღერებთ. ჯიმი მაკაცარია. გზა შოუ-ბიზნესთან ციხემდე. 5 წელი და 3 თვე გავატარე საქართველოს პეტენციურ დაწესებულებაში. მე ვეწეოდი სავიზო მომსახურეობას იმ ადამიანებისთვის, ვინც მიდიოდა ამერიკაში. პირდაპირ ვიტყვი და იქ იყო რაღაც საუბარი ძალიან ისეთ სატელევიზიო სახეებზე. გადავაფასე ადამიანები და მოხდა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ცვლილებები. დანის დაწესებულებაში როცა შევედი, ნომერ მერვე დაწესებულებაში, პირსახოცი იყო ეს შემოვანცვისევით და ვაპირებდი რა თქმა უნდა. ანუ სხვადასხვა გზებს იმართავდი რომ ჩამოვეკიდე, გაგრას მაგდრა შემოვიდნენ და სულ მეძახოდა რომ ჯიმი შენანაირ წავალი არ ჭირდება, შენ შეძლებ ამას. ისე ითხოვდი? მოთხოვნა მქონდა ხო? სანამ დაგიჭერდნენ, იქამდე ძალიან ბევრი სამეგობრო ყავდა. ისევ მეგობრობის შემოთავაზება შენ როგორ იღებ ამ ყველაფერს? მოდით არა უშავს? არა, როგორ გეკადრება გამორიცხული ეს და არ მოხდება არასოდეს. აქტიურად ვიყავი ჩართული ხელნაკეთ აი ჯვრების გაკეთება არის ცერპების რაღაც ამის სწავლობდი ვაკეთებდი და დედას საერთოდ ფოტო ნახეს თორე ალბათ განსაკუთრებულად გახარებული იქნებოდა რომ გამოხვიდე დედა მაინც დედა რაც არა მაუდა დედა ის ადამიანია ჩემთვის ჩემი ხერხემალია და პოლიტიკასთან როგორ ახარ ზოგადადში? ესე ეხმარებაო პოლიტიკოსი ქალბატონიო. დიახ არის ჩემი საყვარელია. მე გამიძღობ შენ დიდი ინტიმური ურთიერთობა მე მასთან ძალიან მიყვარს, არა მარტო მე. ძალიან გავლენიანი მეგობრები გყავს, როგორც ვიცი რა და იქამდე სამ დაგიჭერდნენ, იქამდეც ეგრე იყო და რომელმაც რა თქმა უნდა ზურგი მაქცია და ის ადამიანი დღეს ჩემს გვერდით არის და დაანჩენ. თან როგორც ვიცი, მარტო შენ არ ფიგურირებდი მაგრამ რაღაცნაირ თითქოს ისე გამოვიდა რომ აი ჯოხს რო გადატეხავენ სამწუხარო ფაქტი რაღაც აი ესე გამოჩნდა ხალხის თვალში რა. საუბარი იყო გია ჯაჯანიძეზე და ნოე სულაბერიძეზე. ის ჩანაწერი რაც გავრცელდა სატელევიზიოდ ეს იყო რა თქმა უნდა მონტაჟი. ყველა ტელევიზიას უარი უთხარი და შენ როგორც მეგობარი ახლა გადავწყვიტე. მაგრამ თოკაფეს პოდკასტში თქვა ეს პირადად მინდა უთხრა ნოესაც და ჯაჯოს რომ შენო მითხარიო ნოეს გაგაყოლებო ერთ და იგივე სახეები შოუ ბიზნესში ხო და მაგაში გეთახმეთ მილიონერიო შენზე ამბობენ რა ბევრი მიწების ფლობელიო და მთელი ამბებიო და მიწები არის გაფორმებული ჩემს სახელზე. თოკაფე დაბრუნდა თოკაფე აქ არის ასეთი საპოდკასტე ადგილი პოდ 709 და მადლობა მასპინძლობისთვის მათ. დღეს ჩემი სტუმარი არის მეგობრებო, ძალიან მაგარი ადამიანი, ჩემი მეგობარი. წლებია ურთიერთობა არ ქონია და რატო არ ქონია მაგასაც ვიტყვით ახლა. გავაჟღერებთ. ჯიმი მაკაცარია. როგორ ახარ ჯიმი? მოგესალმები თოკა, კარგად შე როგორ ხარ? გაიხარე, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს პოდკასტში. შორიშოზე ვართ, მაგრამ წეღარო შეხვდით ხელი ჩამოვართვით და არ ფიქრობთ რომ ნაჭყობლები ვართ და ხელს ვიდეო არ ვართვით. ყველა ვარიანტში უნდა გთხოვოთ რომ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და კომენტარეთ. დღევანდელი პოდკასტის სპონსორია VM Production-ი, საპროდიუსერო კომპანია. გეცნობა ხო ეგეთი? კი ძალიან. და დიდი მადლობა მათ. გზა შოუ-ბიზნესთან ციხემდე. პირველ რიგში რაც ადამიანურად თქვათ თუ გადაცემის ხვი თუ არ აქვს მნიშვნელობა, პირველ რიგში როგორც მეგობარს მაინტერესებს და გადაცემაშიც საინტერესო იქნება და ხალხისთვის. ხო, ეს ურთულესი გზა იყო, რომელიც ჩემს ცხოვრებაში დარჩება. ალბათ იმ ლაქად რითაც დარჩა 5 წელი და 3 თვე გავატარე საქართველოს პეტენციურ დაწესებულებაში. მოხდა ის ცუდი ფაქტი რაც არ უნდა მომხდარიყო. ძალიან დეტალებში არ შევალ და გეტყვი იმას ხოლმე რომ მაგრამ რაღაცებს გაგვიმხილ. რაღაცებს გაგიფხილ, კი. მე ვეწეოდი სავიზო მომსახურეობას იმ ადამიანებისთვის, ვინც მიდიოდა ამერიკაში. ვაკეთებდი რა თქმა უნდა მათ მომსახურეობას და იქ მოხდა ესეთ რაღაცა რომ რამოდენიმე ცნობილი ადამიანის სახელი და გვარები გაიჟღერა, რაც ჩემთან არ იყო პირადად დაკავშირებული და მე ნაღდად საქმე არ მქონდა ამ ადამიანებთან. მაგრამ გაიჟღერა სხვა ცნობადი სახის ერთ-ერთი მომღერალი ქალბატონის მიერ, რომელმაც ჩემთან გააჟღერა რომ აი ეს ადამიანები მეხმარებიან მე, რაც მე დაუჯერე და ვენდი ამ ადამიანს რომ ნაღდად ამ მომღერალს რომ ეხმარებოდა ეს და ეს ადამიანი, პირდაპირ ვიტყვი და იქ იყო რაღაც საუბარი ძალიან ისეთ სატელევიზიო სახეებზე და ამით ეგრეთ წოდებოდ მივქარე რომ დაუჯერე და გავეხვიე აი ამ შარში. და ასე მოვხდი პეტენციურში ჩემო თოკა. მაგრამ არსებობს რაღაცები, რაც კარგად გახსენდება და ალბათ უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში ეს რომ გადამეხარისხებინა ეს ადამიანები, რაც ვინც ჩემს გვერდით იდგნენ. საერთოდ ამომე რომ უფალი ისეთ განსაცდელს აგვიგზავნის, რომელსაც ვერ გაუკაჩავთ ასე ვთქვათ რა, ჟარგონულად რო ვთქვათ და ანუ შენ ამბობ რომ ესე იგი შენ მადლერი ხარ იქით მაგ ყველაფრის.
ხო, ანუ მადლიერი ესე გამოვიდა. ხო, ესე გამოვიდა, ხო, რა თქმა უნდა, ხა იმას არ აქვს რა ჩაულებრივია. ხო, რა თქმა უნდა. ციხეები და ყველა ინტენსივში უნდა მოხდეს მეთქი, მაგრამ მადლიერი ვარ, ხო, იმით რომ გადავაფასე ადამიანები და მოხდა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ცვლილებები. მან სხვათა შორის კიდე არის ერთი მომენტი, რომ თემურ თატარაშვილმა ეს რაღაც ახსენა, რომ ერთ მომენტში მქონდაო სუიციდის თემაო რა და თავის ჩამოხრჩებას ვაპირებდიო და ზუსტათო იმ დროს მოვიდაო მამაო რა და მაგით ღმერთმა მანიშნაო, რომ არ შეიძლება ეს რაღაც გაკეთებაო და არასტორიაო და რაიმე მაგის მსგავსი ხوار ქონეში ამ დროის განმავლობაში. კი, ძალიან მიყვარს თემური და უნიჭიერესი მომღერალია და მეც მქონდა რა თქმა უნდა, ეს იყო დანის დაწესებულებაში როცა შევედი, ნომერ მერვე დაწესებულებაში. ჩაკეტილ სივრცეში, სანამ ზონაზე გადავიდოდი და რაღაც სასამართლოები დასრულდებოდა, ვიყავი 100 ნომერ ეგეთ წოდებულ კამერაში, სადაც ნახდათ ისეთი ადამიანები დამხვდნენ და ისეთი ბიჭები გავიცანი, რომ გვერდით დამიდგნენ, მქონდა ეს თემა ზუსტად 3 დღეში დაჭერიდან, გადასვლიდან ციხეზე, შევედი ეგრეთ წოდებულ პარაშაში, რასაც ჟარგონულად თქვია და ვაპირებდი ბრიტვით, რა თქმა უნდა. მაგრამ ვერ გავბედე, შემდეგ გავიხადე მაისური, იქ რაღაც პირსახოცი იყო ეს შემოვანცვისევით და ვაპირებდი რა თქმა უნდა. ანუ სხვადასხვა გზებს იმართავდი რომ? ხო, ვაპირებდი და სულ რაღაც როგორ იცი, როცა თვალიან კამერაში ხარ, მაშინ უკვე რო დააგვიანებ და დიდი ხანი არ გამოხვალ საფირფარეშოდან, უკვე იქ მოდის და იძახიან ეგრეთ წოდებული თანამშრომელი კონტროლიორი რა მოვიდა და იძახა რომ რამდენი ხანია რასაკეთებს, რატო არ გამოვიდა. და იმ დროს უკვე ბიჭებმა რო დამიწყეს გაგონი რაღაცა, მე უკვე როცა ჩამოვეკიდე, გაგრას მაგდროს შემოვიდნენ და ეგ მომენტი მქონდა. და თვითონ დამოკიდებულება, აი დღის რუტინა როგორი იყო ერთგვარი იქ და დამოკიდებულება თანამშრომლების იქაური პატიმრების მიმართ, კონკრეტულად მაგალითად შენს მიმართ, იქ იყო და უშტ ეგეთი რაღაცა, რომ აი ნახან შოუ-ბიზნესის წარმომადგენლია თუ სხვანაირად მოეპყროთ და სხვანაირად და ასე თუ არა არის. აბსოლუტურად ყველას ერთნაირად ეპყრობიან, просто რადგან ცნობადი სახე ხარ, მეტნაკლებად შეიძლება იმ მომენტში ცნობადი სახე ვიყავი, რადგან პროდიუსერი, შოუმენი და მიცნობდნენ ესე, ბატონი ნოდარ ქინქლაძე იყო მაშინ ნომერ მერვე დაწესებულების დირექტორი და ვიცი ვიყავი ნორმალურ კამერაში, ერთადერთი განსხვავება ეს იყო რა. ცოტა ისეთ ხალხთან, ვინც არის ფინანსურზე, მე რადგანაც ფინანსურზე ვიყავი და ესეთ კამერაში ვიყავი. შემდეგ უკვე გადავედი ზონაში და იქ რა თქმა უნდა, იქ უფრო კარგად ვიყავი, იმიტომ იქნა გამომდინარე, რომ არ მაქვს დასამალი არაფერი, მუშაობდი, რომელიც პეტენციურში არის მაღაზიის ქსელი ესეთი არ დავასახებ ხა რეკლამაში არ ჩამითვალოთ. მაინც ამოჯრი. მუშაობდი მაღაზიაში, მენეჯერის ესე თანაშემწედ მაღაზიის და გავიცანი ძალიან მაგარი ადამიანები, რომ იქ მომუშავე, რომლებიც გვერდით დამიდგნენ. ესევე თვითონ ზონაში მეგობრები ყავს რამოდენიმე, რომელიც დღესაც სასჯელს იხდის. ხო, აი მაინტერესებდა, ხო, თქვი მაგაზე და მე კიდე კითხავ. ხო, რომელიც სასჯელს იხდის, ჩემი უახლოესი მეგობარი ხარ, ვიცი, მომდება თუ არ და სახელდაგვარს მაინც. არ ვიტყვი, ყავს რამოდენიმე ადამიანი, რომელიც გვერდით დამიდგა და ის მძიმე წუთები გადამატანინა, რასაც ქვია ის ზონის ცხოვრება და მე ხო არაფერი არ ვიცოდი საერთოდ და პირველად მოხვდი ამ სისტემაში და რა უნდა გამეკეთებია, როგორ უნდა მეცხოვრა, რა წესებით, მიუხედავად იმისა, რომ მყავს მეჯვარე მყავს თან შავი გაგების წარმომადგენელი, მაგრამ მე მაინც თვითონ იქ რომ მოხვდები, უკვე სულ სხვა რაღაცა 4 კედელში. 4 კედელში ქვია, ხო, მაგრამ სულ 4 კედელში არ ვიყავი, ხო, მუშაობდი მეთქი გეუბნები. ხო, არა, ეგ გასაგებია, მაგრამ საღამოს ხა პროვერკის დროს ვიკეტებოდით, რა თქმა უნდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო სამედიცინო პუნქტი. ადამიანები, რომელმაც, რა ვიცი, აი, ძალიან მთავარი ექიმი იყო, ნომერ 17 დაწესებულების. თამუნაშვილ ეხლაც არის რა. რა ვიცი, უახლოესი მეგობარი მეთქი შემიძლია უწოდო ადამიანმა, რომელმაც ყველანაირი სტრესი გადამატანია ყველანაირი ფსიქოტროპული წამლების გარეშე. სულ მეძახოდა, რომ ჯიმი შენ არანაირი წამალი არ გჭირდება, შენ შეძლებ ამას. ისე ითხოვდი? მოთხოვნა მქონდა ხო, იმიტომ რომ ღამე რო დამეძინა, ეხლა უძილობა მქონდა და რაღაც გამოკეტილი ხარ სადღა უცხო სივრცეში გჭირდება რა. აი წეგან მეგობრების თემა ახსენე და ეს რა მაინტერესებს, რომ სანამ დაგიჭერდნენ, იქამდე ძალიან ბევრი სამეგობრო ყავდა, მათ შორის მეც და იქიდან რომ გამოხვედი, ის მეგობრები თუ არიან კონტაქტზე შენთან, აი მაინტერესებს რა. თუ დაკარგეს და რახან დაიჭირეს, ეს აღარ არის ჩვენი მეგობარი და ამასთან აღარ არის ურთიერთობა და ასე შემდეგ. ხო ხდება ხოლმე ესეთი რა? კი, ხდება რა თქმა უნდა. შეხერა მოხდა
გამოვედი 2 მარტს და 8 მარტს სცენაზე ვიდექი უკვე. ხო, მაგ თემასაც შევეხებით აუცილებლად. 8 მარტს უკვე ვიმღერე და შემდეგ უკვე ძალიან დიდი დაბრუნების საღამო მეგობრების დახმარებით, რა თქმა უნდა, გავაკეთე. ერთეულები დარჩა იქიდან ცნობადებიდან ალბათ გულისხმობ, ხო? კი, ხო, ზოგადად ისე წრეში ტრიალებდი სულ, კი, ცნობადებიდან, რა თქმა უნდა, ძალიან ერთეულები დარჩა და გადავახარისხე ადამიანები და შენც ალბათ ხედავ ჩემს სოციალურ ქსელებში ვინ არიან ჩემ გვერდით და ვიზე მუშაობ, მაგრამ უკვე რო ამოვიქაჩე, ხო, უკვე ბრუნდებიან და აი მაინტერესებს ხო მოდის არ ეგონათ რომ ჯიმი 5 თვეში რაღაცა შეძლებდა ფეხზე დადგებოდა უცებ და ესეთ ამბებში დაბრუნდებოდა და ისევ მოდი ნუ თავიდან თავს მარიდებდნენ ალბათ როგორც ნაციხარი როგორც რაღაც მაგრამ ეხლა მოდის უკვე SMS-ები ისევ მეგობრობის შემოთავაზება შე როგორ იღებ ამ ყველაფერს მოდით არა უშავს არა როგორ გეკადრება გამორიცხული ეს თემა არ მოხდება არასოდეს არა ხო არა აჰა კარგი. იქიდანაც ხშირად იყავი ჩაბული ამ თემებში. თვალყურს ადევნებდი ხოლმე, ხო, რაც ხდებოდა აქეთ და როგორ იყო ეგ ამბავი, მაგალითად იქ შეიძლება ტელევიზიაც ყველაფერი არის, ხო, რადიო თუ? კი, ტელევიზია, რა თქმა უნდა, ტელევიზორს შეიძლება შეიყიდო მარკეტში, ის რომელიც პეტენციურში არის. ტელევიზორი მქონდა, ყველაფერი, რადიოც რა თქმა უნდა არის. როცა ანუ აქტიურად ვიყავი ჩართული თუ რამე სარეაბილიტაციო ისინი ტარდება ხოლმე ზონებშიც ესე ვიცი ხეებშიც და დიპლომებიც მაქვს აღებული და დავამთავრე სხვადასხვა ბიზნეს და აკადემია დავამთავრე იქ შემდეგ დავამთავრე ის რომ აქტიურად ვიყავი ჩართული ხელნაკეთ აი ჯვრების გაკეთება არის ცეპების რაღაც ამის სწავლობდი ვაკეთებდი და ბუღალტერია ვისწავლე თავიდან ბოლომდე და ბიზნესის მართვა და 10 რაღაცაში ხეირად გიქცევსები რა 10 რაღაცაში ვიყავი ჩართული და როცა შემოდიოდა ტელევიზია რა თქმა უნდა პირველი მე ვიყავი რომელიც ალბათ რადგან მიყვარს კამერასთან მუშაობა ვინც მიდიოდა ინტერვიუს მისაცემად წეღარო ვახსენე რა ეს დღის რუტინა იქ ციხეში თქო რა რა თქმა უნდა რაც უფრო დრო გადის ალბათ უფრო ეჩვევი ადამიანი ხო ყველაფერს ეჩვევა დროთა განმავლობაში და აი თავიდან უფრო მძიმე იყო და მე უფრო გაგიადული და სავარაუდოდ მაგრამ აი თავიდან ეს წინა პერიოდი აი როგორი იყო მაგალითად რა იმის გარდა რომ ის სუიციდის თემას რო აღარ შევეხოთ დაუშვათ რა აი რანაირად ახერხებდი დაუშვათ რომ აი ესეთი აქტიური ადამიანი უცებ მოხდი ჩაიკეტე და აი როგორ უნდა გავქაჩო ხო ქონდა ეხა ეგ ფიქრები ხო კი ეს ურთულესი იყო ჩემთვის ეხლა რომ დღეში კი იცი დილი და საღამო და სულ კონცერტებში ვიყავი და უცებ მოხდები ამ ოთხკედელში და ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად გადაიტანო ეს ყველაფერი ერთადერთი რასაც საკუთარ თავს ვარწმუნებდი იმაში რომ შენ ამას შეძლებ იმიტომ რომ არ ხარ სუსტი ადამიანი ხო ესე რო თქვა იმიტომ რომ მე ძალიან რთული ცხოვრება მაქვს გავლილი ბავშვობიდან დღემდე არ მოსულა ჩემი ცხოვრება არ იყო იადავარდებით მოფენილი ნაღდაც და მძიმესი პერიოდი გავიარე რასაც ქვია 90-იანები და ხო ნუ 90-იანები როგორც ყველამ ერთად და არც ჩვენთვის და ჩემი ოჯახისთვის არ იყო ეს და აქედან გამომდინარე რაღაც სურთულებთან გამკლავების უნარი მქონდა და იქაც შევძელი კითხულობდი ბევრს თოკა რო არ მოგაწონო კი წიგნების საშუალება იყო ყველა თემაზე რა თქმა უნდა რაც მინდოდა შემომდიოდა წიგნები ჟურნალები გაზეთები აბსოლუტურად მოწყვეტილი არ ვიყავი გარე სივრცეს იმიტომ რომ ყველაფერი შემომდიოდა რასაც ქვია ყველაფერი და რაც არ შეიძლებოდა კანონით იმას არ ვამბობ მაგრამ რაც დაშვებული იყო პრესა იყო ეს გაზეთები იყო რაღაცა აბსოლუტურად ყველაფერს ვღებულობდი კითხულობდი და ჩართული ვიყავი ისევ ამ ყველაფერში და ამ ყველაფერმა რა ვიცი სავარჯიშოთ დავდიოდი ვარჯიშობდი ეგრეთ წოდებულ ვეღარ გავიგე ხა იქ უფრო კარგად იყავი თუ აქ ისე კარგად ახასიათებს არა ხო და თავიდანვე აღნიშნე რომ არ ვფიქროთ მეთქი რომ იქ უფრო ჯობია და ვიღაცა სტიმულს ვაძლევ მეთქი მაგრამ მე ვაძლებდი ჩემ თავს ამის საშუალებას რა რომ კარგად ყოფილიყავი და რაღაც შემდეგ უკვე ცუდებზე არ მეფიქრა იმიტომ რომ მყავს ოჯახი მეუღლე ადამიანი და აუცილებლად ჩემ შვილებს ვჭირდებოდი გარეთ და ვიცოდი რომ ეს ყველაფერი დამთავრდებოდა ოდესღაც და უნდა გამოსულიყავი როგორც ჩემს მეუღლეს ვჭირდებოდი ესე ჩემს შვილებს დედა ჩემს დედას საერთოდ ფოტო ნახე სტორი ალბათ განსაკუთრებულად გახარებული იქნებოდა რომ გამოხვიდე დედა მაინც დედა რაც მაუდა დედა ის ადამიანია ჩემთვის ჩემი ხერხემალია და ყველაფერი რომელიც არაფერი არ მაქვს ამ ადამიანთან დასამალი და ყველაფერი ჩემზე იცის და ესეთი მეგობრებიც მყავს 1-2 ერთ-ერთ სტუდიაში ზის აქ ხო მე ვფიქრობ რომ შეიძლება პოდკასტზეც მოხდეს ხო რაღაცა ესეთი საუბრები არის ხო, კარგი. პოლიტიკასთან როგორ ახარ ზოგადად შენ?
ხო, ეს სისტემა რაღაცა ჭორი მომივიდა და მაგას გეტყვიდა. როგორ ახარ ზოგად პოლიტიკაში? ეს სისტემა პოლიტიკა, რომელშიც მე ვფიქრობ, რომ ხელოვანი ადამიანი არ უნდა გაერიოს პოლიტიკაში და შორიდან უნდა შეხედოს ამ თემას. მე ჩემი პირადი აზრი ესეთი მაქვს. პოლიტიკოსი ქალბატონიო ეხმარებაო, ფეხზე დადგომაშიო და კონცერტებზეო და ასე შემდეგო და რამდენი მართალია ეგ ყველაფერი. ეს დადის აი განსაკუთრებულად ვაკ მონიშნული თან ეს. ხო. აი წეღა რო ახსენე რომ ხმაურიანი კონცერტი ჩავატარებო და ასე შემდეგო, მაგას არ ბიბული ეგ ყველაფერი რომ ესე ეხმარებაო პოლიტიკოსი ქალბატონიო და ეხლა რა თქმა უნდა სახეს და გვარს ალბათ არ დაასახელებ სამწუხაროდ. მე ალბათ მეტყვი, მაგრამ რამდენად მართალია ეგ. ხო, ამ თემას სულ ვარ ყოფდი და არ მიდოდა საუბარი და არავისთან არ მისაუბრია, მაგრამ თუმცა შენთან დღეს დიახ არის, მაგრამ ის ტყუილია რომ ეს ქალი ჩემი საყვარელია. მე გამიძღობ შენ თქვი. ხო, არა, ნუ სოციალურ ქსელში ხა განიხილება ეს თემა და იცი და იქნა გამომდინარე ამბობ, რომ არანაირი ინტიმური ურთიერთობა მე მასთან არ გამაჩნია. უბრალოდ არის ის რომ მეგობარია ჩემი, მეგობრობთ, მის მეუღლესთანაც მეგობრობ, მის ოჯახთან, ოჯახებით ვართ ახლოს, ჩემი გამოსვლის დღიდან. გამოვედი 2 მარტს და 19 აპრილს ჩავატარე უზარმაზარი საღამო ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში. რა თქმა უნდა, ყველა საღამო ჯდება ძალიან მithumetes ახლა 200 კაციან საღამოს ამ ხელას რო აკეთებ და ამდენი ცნობადი სახე ყავს და მე ბილეთი არ გამიყიდია თოკა ეს იყო. მთლიანად ფინანსები გავიღე და რა თქმა უნდა დამეხმარა ამ ქალბატონმა და ამ ოჯახმა. და მათთან მაგ ძალიან ისეთი მჭიდრო ურთიერთობა. გვერდში გიდგას, მაგრამ საყვარელი არ არის როგორც შენახავს. საყვარელი არ არის. მაგრამ გვერდში გიდგას. ხო, როგორც მეგობრის, ოჯახის მეგობარი ესია რა. ძალიან ცნობადი პოლიტიკოსია და რა ვიცი, ძალიან მიყვარს არა მარტო მე, დედაჩემსაც, ჩემდასაც და ჩემეუღლესაც და ყველას რა, ოჯახის ახლობელი ესე რომ ვთქვათ. მაგრამ არსებობენ რა თქმა უნდა ადამიანები, ვისაც შეუძლია გასცენ არაფრის გამო, თუნდაც რომ სარგებას არ ელოდებოდნენ, აქეთ მე პირადად ესეთი ვარ. აი ზუსტად ეგ თემაც მაგრად მაინტერესებს რომ აი რო ვახსენეთ პოლიტიკოსი ქალბატონი რა მარტო ეს არა ისედაც ძალიან გავლენიანი მეგობრები ყავს როგორც ვიცი რა და იქამდე სანამ დაგიჭერდნენ იქამდეც ეგრე იყო და ძალიან ხშირად იყო მითქმა მოთქვა რომ მაგალითად აი არ შეუძლიათ რომ არიდონ მაგალითად ეს თემა რომ მაგალითად ციხეში არ მოხდეს და არ იყო ეს თემა თუ შენ არ გინდოდა თუ მაგალითად არ გამოხატეს სურვილი რომ ამ გავლენიანმა მეგობრებმა რომ ჩარეულიყვნენ ამ თემაში დაუშვათ რომ არ წასულიყავი დაუშვათ ციხეში შეხე რა მოხდა ეს იმდენად გახმაურებული საქმე იყო ჩემთან შემოდიოდა ყოველ დღე 2-3 ადვოკატი თავიდან ჩემი დაკავების შემდეგ და მე მქონდა მათთან საუბრები და კითხვებს მისვევდნენ ჯიმი ამას მიმართოთ ჯიმი იმას მიმართოთ მე ესეთი რაღაც პასუხი გავატანე რომ არავის არ მიმართოთ ამ და ამ ადამიანის მეტი ანუ ერთადერთი ადამიანი დაუსახლე ვიზეც უნდა მიემართათ რა რომელმაც რა თქმა უნდა ზურგი მაქცია და ის ადამიანი დღეს ჩემს გვერდით არ არის და დაანჩენ იმ ადამიანებს ვისაც შენ ამბობ ხა გავლენიანი ადამიანები ვისაც ჩემს გვერდით დღესაც დგანან რა თქმა უნდა და მაშინ პოლიტიკოსები არ იყვნენ და დღეს უკვე პოლიტიკოსებია და ზოგი პარლამენტარიც არის აქინა გამოდიარე მე არავინ არ შემიწუხებია თუ ადამიანს სურვილი აქვს ეს მას უნდა გამოეთქვა ჩემი დახმარების ხელი გამოეწოდა თვითონ და ზურგი მაქცია რო ახსენე რამე მიზეზი იყო სერიოზული თუ რატო ხა თუ შენ იმედი გქონდა არა, იმედი მქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მან არის სურვა და ეს ყველაფერი როც სთხოვეს, რომ დახმარებოდა, ანუ აქ ფინანსებზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი და ფულზე. აქ იყო იმენა ადამიანურად გვერდში დგომა და ის სიტყვის რაღაც შეწევა ვიღაცას და თან როგორც ვიცი, მარტო შენ არ ფიგურირებდი მანდ, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს ისე გამოვიდა, რომ აი ჯოხს რო გადატეხავენ სამწუხარო ფაქტი, რაღაც აი ესე გამოჩნდა ხალხის თვალში რა. ბევრი ადამიანი იყო ფიგურირებდა იქ როგორც ჟანდე ხა სახლებს და გვერდს არ დავასახლებ რა თქმა უნდა მაგრამ სამწუხარო ფაქტი ეგრე იყო მაინც ხო ერთადერთი ქალბატონი ფიგურირებდა ჩემი მეგობარი ეს იყო რა თქმა უნდა სოფიო ჩაგანავა ამ საქმეში რა თქმა უნდა მე მასთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია შევიზეც ამბობ ვიცი და თავიდანვე ახსენე და გითხარი და საუბარი იყო გია ჯაჯანიძეზე და ნოე სულაბერიძეზე კაი ვიტყვი ამას და დავასახელებ მაგრამ საერთოდ არ არიან ამ საქმეში არა და გადავშალე თავიდან მეთქი რომ არ მიყვარს ინტრიგა მაგრამ თვითონ თუ იძახს ადამიანი პირიქით მაგდრელი მაგრამ საერთოდ ამ საქმეში არ იყვნენ გარეული ეს იყო ჭორი მოგონილი რაღაცა ტყვილი რა თქმა უნდა არც მე არ დამისახელებია ის ჩანაწერი რაც გავრცელდა სატელევიზიოდ ჩემგან ეს იყო რა თქმა უნდა მონტაჟი თუ არა მონტაჟი რა თვითონ დაზარალებული ახსენებს მათ და მე არ ვახსენებ ამ ჩანაწერში მათ სახელდაგვარებს და არ მისარგებლია მინდა ვთქვა და
საერთოდ ამ თემაზე არ მისაუბრია და ყველა ტელევიზიას უარი უთხარი და შენ როგორც მეგობარი ეხა გადავწყვიტე. მაგრამ თოკავეს პოდკასტში თქვა ეს, რომ საერთოდ და პირადად მინდა უთხრა ნოესაც და ჯაჯოს, რომ მე მათი სახელდაგვარები არ დამისახელებია, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მე არ მქონდა მათთან შეხება ამ თემაზე, რასაც ამერიკული ვიზების სკანდალი უწოდეს. ის ჩანაწერი რაც გავრცელდა, აქ საუბრობს მხოლოდ დაზარალებული თოკა მათ სახელდაგვარებს ახსენებს. ხო აი შენო მითხარიო ნოეს გაგაყოლებო, იმას გაგაყოლებო, ეს მე კი არ მithქვია. ეს თქვა იმ ცნობილმა ქალბატონმა, ვინც ჩემთან ერთად იყო ამ საქმეში. ხო. და მის სახელდაგვარს ეხა ნაღდათ არ ხო, არა მესმის. მაგაც ბადლობელი ვარო. კი. ეს თემა წამოჭერი, იმიტომ რომ მაინც საინტერესოა ადამიანებისთვის რა, იმიტომ რომ ეხა ფაქტურად შეუძლიათ გადაახიონ იმ წლების თემა და ნახონ და იქ არის მაგაზე საუბარი და ის არა რაღაცა განსაკუთრებული არ ვთქვამს ეხა ხო? არა, მაგრამ ეს მინდა გავფანტო რომ ნახდათ დღესაც საუბრობდნენ ალბათ შეიძლება რომ ვიღაცა თქვა რომ მართლა იყვნენ ეს ადამიანები გახვეული, არანაირ შუაში არ არის ჩემს თემასთან არც ნოე, არც ჯაჯო, ეს მამაღლად შემიძლია ვთქვა და სრულიად აი ესე რაღაც ჩანაწერის საფუძველზე მოხდა ამ ამბავზე მიბმა ჩემთან და აჭროდა მთელი პრესა და მთელი ტელევიზიები. ჯაჯო მე ხუმრობდა კიდევაც მაგაზე იქ ჩანაწერს ნაჩვენები რომ ირეკავდნენ უკვე აბა ვინც მეც გადაიხდისო და აბა ესო და იმას წავიყვანო და ხუმრობდა კიდევაც უკვე მაგაზე. რამდენად არაფერ შუაში ვარო რომ არა ნახდათ ხუმრობ კიდევაც მაგ თემაზე რა გავაკეთო. ხო არაფერ შუაში და ეს მინდა ახლა პირდაპირ მიმართო თუ რამე ამით მათაც როგორც რეპუტაციას რამე ზიანი მიადგა ამით პირდაპირ ბოდიში მინდა უთხრა ორივეს და ამაზე. რა მაინტერესებს, ეგ მოხდა ეგ ერთი ფაქტი ესეთი, მაგრამ მანამდე რეალურად იყო ეს თემა, რომ მაგალითად აი ეხმარებოდი ხალხს ისე რომ გადადიოდნენ და პრობლემა არ შექმნილა და არაფერი. თუ რა თქმა უნდა, არა, ერთი ფაქტი როგორ იყო, ეს დაემთხვა პანდემიის პერიოდი. მე ეწეოდი სავიზო მომსახურეობას, მქონდა წერეთელზე გახსნილი, რა თქმა უნდა. ანუ ოფიციალურად ხდებოდა ოფიციალური ოფისი, ჩემი ადვოკატი იყო ქალბატონი ნანა ფილაური, რომელიც ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი ჩემს სფეროში. მე უკანონოს არაფერს არ ვაკეთებდი, სავიზო მომსახურებას, სადაც ვიღებდი მომსახურეობის თანხას. ხო, ჩვეულებრივად. პანდემიის დროს მოხდა ის, რომ დაიკეტა საელჩო უკვე რაღაც თანხების მოსაკრებელი საქართველოს ბანკის შესატანი რაღაც დეტალებში ხა ზუსტად არ მახსოვს რაღაც თანხები აღებული იყო და კომპანიისგან გარშე ჩარიცხული იყო რაც რა თქმა უნდა საბუთების მომსახურეობაში თანამშრომლებში და აი ესეთ იმგენში წავიდა მაგრამ ჩემს ზურგს უკან იდგა იმდენი ადამიანი რომ ვინ ვის რას ართმევდა ეხა მე მაგაზე პასუხს ვერავის გამო ვერ ვაგებდი პროსტო იმ 10-15 ადამიანის გადასატეხი თავზე გადატყდა ჩემზე აი ეს ხო რაც წეღან ვახსენე აი ეს მოხდა რითი აპირებ კიდე ჩვენს გაუცებას რაღაცა კარგი გეგმები გექნებაში რასაც გატყობ რაღაც სიახლეებით კი, სიახლე მაქვს მე პროდაქშნმა დაიწყო ახალი სახეების მოძიება და ავიღალეთ, აღარ შეგვიძლია უკვე ერთ და იგივე სახეები შოუ ბიზნესში და მაგაში გეთახმე და ჩამოწოლილი ისინი, რა ქვია, ერთს დავამატებ კიდე სანამ შენი ტყვი რომ ლამაზი უარი რა, ვინც არ იცით დღეს როგორ ხდება ლამაზი უარი როგორ არის დღეს რადიოდან ტელევიზიიდან ჩვენი ფორმატი არ არის ჩვენ ფორმატში არ ჭირდება ეს არის ლამაზი უარი რომ მოგიშორონ მაინც რა კი ბატონო და ვიღაცის გამო სადღაც ბლოკავს კიდე და ესეთი რაღაც დღემდე რო არის აი მაგრად არის სიძოშივეთ აი ძალიან ძიშოვია ესე ჩემთვის რაღაცა ესე მაგრად ეხავს VM Production-მა დაიწყო უკვე და ვაგროვებთ ახალ სახეებს ძალიან ცნობად მე შენ ალბათ ნახავდი ჩემს კონცერტებზე უკვე დუეტიც იყო რეპერთან კი ცეზორა მოყვე ეგ ამბავი მოყევი არ არის პრობლემა და შემდეგ გამოვაგზავნე კი ბატონო მოკლედ დადეს დუეტი ერთ-ერთ რესტორანში იყო მღეროდნენ და სინამდვილეში ხა ზედმეტსახელი ქვია ცეზორა ადამიანს ხო და მე წავიკითხე ცეროზა ხო და ეგრევე თამტრიობი თვალში მოხვდა და წავიკითხე თუ რა ეგრევე მესენჯერში გაუშვეგრე ხმონი რომ მეთქი რაღაცა ისეთ სახელია მეთქი რა მეთქი ძმაკაცურად გეუნები იქნება მეთქი რაღაცა შეცვალე იმიტომ რომ გადაუბარ დაიწყო ხალხმა ისის და უცებ წერს რომ კარგად დააკვიდიო წაიკითხო რა წერია და მე შევხედე და ესე ხო და ეს საიდან გამომდინარე არის ეს სახე ამი კონკრეტულიდან გამომდინარე თუ შეხეთ ცეზარ ანასაშვილია სახელი და გვარით არის 28 წლის ძალიან ისეთი ჩამოყალიბებული სიმპათიური ახალგაზრდა ტიპი ხო ყველაფერი სიმპათიურზე ხო არ წდება ხო თავარია რა აქვს და ვიზუალი შენ კარგად მოგეხსენება რამდენს წვიდავს ხო კი ფაქტობრივად 80% არის ვიზუალი ვიზუალით ვიყიდები მე დღემდე აჰა ხო კი როგორც შოუმენ
და რა ვიცი, რაღაც რამოდენიმე გადაკვეთა შეხება მქონდა, ჩვენ წლებია მეგობრობთ და აქედან გამომდინარე თვითონაც მითხრა რომ რაღაც ახალ სიმღერას გაკეთებას. ის პირველი იყო მისთვის დუეტი, ხო, რო გააკეთეთ? კი, დუეტი პირველი იყო, მაგრამ როგორ მოხდა შეხება? ჯერ აღმოჩნდა სცენაზე და შემდეგ შევიდა სტუდიაში. აჰა. ხო, ჯერ სტუდიიდან იწყებენ და მერე სცენაზე გადიან, მაგრამ ჯერ აღმოჩნდა სცენაზე, მერე შევიდა სტუდიაში და ფიქრობ, რომ ძალიან ხმაურით დავბრუნდებით სულ მალე და გვპირდები რომ ეს შენთან მოხდება. მადლობა. პირველი მისი წარდგენა, ისიც არამეტი ჩემზე ნაკლები სკანდალით გამოირჩევა და აქვს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ მომღერალთან ურთიერთობა და საიდან სად მოხდა, როგორ მოვიდა რეპერობამდე ამ ყველაფერს შენთან ალბათ მოყვება. პირველი ექსკლუზივი გექნება შენ. ამას გვირდები და ანუ როგორც პროდუქტი და როგორც რეპერი იქნება პირველად VM Production-ის წარმოდგენა, ჩვენ ჩავატარებთ საღამოს, სადაც წარმოადგენთ მას და არა მარტო მას, ასევე უნიჭერესი საქართველოს ხმის ესეთი ოქროს ღილაკის მფლობელია. ხო, ეგ უნდა მეხსენე ნიკა ნაცლიშვილი, უნიჭერესი ახალგაზრდა, რომელსაც მე მოვუკიდე ხელი და სხვადასხვა კონცერტებზე დამყავს და ჩემი კომპანია უზრუნველყოფს ამას, რა თქმა უნდა, მასაც და კიდე რამოდენიმეზე მაქვს მუშაობა. ასევე ცეზურას აქვს უნიჭიერეს რომა ხოჯავასთან დუეტი ექნება, რომას საზოგადოება იცნობს და როგორც ლექსენიდან, ისევე მისი ჰიტებიდან და რა ვიცი, რამოდენიმე ადამიანთან ვაპირებ კიდე მუშაობას და ძველი ცნობილი სახეების გაცოცხლებასაც ვგეგმავ. და ნახოთ რა გამომივა. ანუ ვინც გაჩერებულები არიან თუ? ვინც გაჩერებულები არიან და თუნდაც მარტო რესტორნებზე არიან გადართული და სხვა გზა რო არ არის. სხვა გზა რო არ არის, ამიტომ და რო ვიღაცას ბჭყალებში ესე ირჩევენ და ისე მიყავენ და აი დავიღალეთ ამდენი ძველი სახეებით, აღარ შეგვიძლია, სანამდე შეგვიძლია უსმინოთ ერთ და იგივე ადამიანებს და მართლა რა ეს. აი ვუყუროთ სულ ერთი და იგივე ხალხი დადის ტელევიზიაში სტუმრად ერთმანეთთან. მაგიტო ეს YouTube-იც კარგი რა რაღაც მომენტში რომ აი ტელევიზიაში მიხვალ იცი რა არის რაღაც ჩვენი ფორმატი არ არის იცი ამაში არ ჯდება იცი იმაში არ ჯდება მაინც უნდა ხა YouTube-ზე კი ვართ მაგრამ არ მინდა ბილწიტყობა არ მიყვარს ხოლმე მაგრამ მაინც რაღაცა ისეთი უნდა იყო რა ვიცი ხა აღარ ვიტყვი და მოკლედ რა რომ უნდა აუცილებლად უნდა გლანზონ გაფურთხონ რაღაც რა გაგინონ და მე სკანდალია და კი ბატონო მე შეხო ყიდიო ძალიან ძველ და ცნობილ სახეს თუ გიასურამეში კი კაცო გიასურამეში კონცერტს თუ აკეთებ მე იქ მიხდიან და ჰონორებს ღებულობ მეც რა თქმა უნდა ყველა მომღერალი ჩემთვის პროდუქტია იმიტომ რომ ვარ პროდიუსერი 25%-ს ვიღებ დასამალი არაფერი არ არის ყველა მომღერლიდან და ესევე ვარ შოუმენი მიმყავს საღამო და მეც ვიღებ რა თქმა უნდა ჩემი მომსახურებას იქ რამდენია თანხა ამას რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ მე ვისაც მომთხოვს რესტორანი იქნება თუ კონკრეტული ობიექტის ხელმძღვანელი კლუბი იქნება თუ კარაოკე ის მიმყავს ახლა შეიძლება უფრო მეტად ჩამდე გიასთან იმიტომ რომ მეგობრობ მასთან გიასთან და ნათია ზარანდიასთან ერთად ჩახარა გია და ნათია ზარანდია საზაფხულო ტურნე მქონდა თოკა და აი საზაფხულო ტურნეს ფარგლებში რა თქმა უნდა ხშირად ჩამა ნათიასაც ვუწევ პროდიუსერობას ჩემი კომპანია და რა ვიცი სადაც მომთხოვენ არის უნიჭერესი ახალგაზრდა ესევე ნათიასთან ერთად მინდა ვთქვა მალუ მამფორიაზეც ძალიან ესეთ ძალიან კარგი გოგო კარგი ხმის პატრონი და რა ვიცი მალუ ჩემი გაზდილია კი და ბევრი არის შენ კარგად იცი ხო ჩვენ წლებია მეგობრობთ 10 წელზე მეტია მგონი კი აი პროექტის შემდეგ და ესე იგი ეს პოდკასტი რომ დამთავრდება შეიძლება მეც შევთავაზო რომ ჩემი პროდიუსერიც იყო მით გიცი კარგად საუბრობს ესე იგი აი იცის ნიჭი უნდა მაგასაც ნიჭი უნდა რომ ადამიანს ეგრევე ყველას ვერენდობი ესე რა ხო ესე და შენი თვითონ პირადი სიმღერების ამბავში აპირებ ჩაწერებს კლიპები რაღაც თუ შენ უბრალოდ მეორე პლანზე გადახვედი და უფრო ხალხის სამოქაჩვას ცდილობ ხა როგორ ახლა მაგ თემაში შეხერა ხდება შენი პირადი კარიერა ასე ვთქვათ ყოველთვის მეკითხებიან ესეთ რაღაცას ამდენი ცნობადი მომღერალი ვერ იყიდება და შენ როგორ იყიდები ხო მე ფუთავ ჩემ თავს ანუ მუშაობ ადამიანებზე ზევიდან არ უყურებ არავის სცენაზე როცა ვდგავარ ვიხარჯები მთლიანად ჩავდივარ მივდივარ ყველა მაგიდასთან ზოგი ძალიან ცუდად გებულობ შეიძლება ამას მაგრამ მან იყო ხოლმე კომენტარები რომ სურამელაშვილის ბაძავსო და ეხა ეგ არის უბრალოდ ხალხთან ურთიერთობა რომ მე ჩავსვლა და ყველა მომღერალს უჩევდი რომ კაი ეგ პრინციპში არავის არ მიმაგაზე მასე ჩემს ჩაცმულებაზე და ცილინზე იძახნენ რომ მარკუს ბაძავსო მაგრამ მარკუსი მიყვარს ძალიან ჩემი მეგობარია და რა ვიცი იქამდე მეფარიძეს ეფარა ხოლმე კაცო ცილინდრე თუ ეგრე მიუყვებით
ხო და მუშაობ ესე რომ ვთქვათ საზოგადოებაზე. უყვარს იმ ადამიანს რომ მივდივარ, მასთან მღერი ვარ, ფოტოს ვიღებ, უცებ რაღაც ესე და ჩემი უბრალოებით ალბათ ესე ვიყიდები. რაც შეეხება სიმღერებს, ჩავწერე, ეხლა რაც გამოვედი უკვე 3-4 სიმღერა მაქვს ჩაწერილი. კიდე რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ მაინც ჩემ თავზე იმდენად არ ვარ გადართული რამდენიც სხვებზე და უკვე კომპანიის პროდუქცია ზრუნავ და მათ შეფუთვაზე და 5 თვის გამოსული არ კარგად იცი და 14 საღამო მაქვს უკვე ჩატარებული. ხო, ჰოროსკოპით რა ხარ შენ? კირჩხიბი. ხო, კირჩხიბი საერთოდ მე ვარ ახლა ტყუპებიდან. ტყუპები არიან ხოლმე ცოტა ისე რომ ძალიან უყვართ აი ესე მოდებული არიან ბევრ რამეს რა ზოგადად და გვიყვარს ეს აქტუალური თემები და მეთქი ტყუპები ხო არა ხარ თქო არ მახსოვდა შენი ზოდიაკო. მეც არა აქტიურობას ზუსტად ერთი თვე ვიჯექი სახში გამოვედი ეს. აი პროცესს მაინტერესებს ხო რომ ის აი რო გამოხვიდი როგორ იყო ეს რეაბილიტაციის ამბავი რა. ხო, 2 მარტს გამოვედი და 8 მარტს მეგობრებმა თხოვეს რომ იქნებ წავიდეთ სადღაც დავждდეთო. უარი უთხარი ყველას რამოდენიმე დამიძახა ყველა რესტორანი როგორც ხდება თბილისში გადაჭედილი იყო და მირეკავს ერთ-ერთი რესტორანი რომ გთხოვ ჯიმიო იქნებო მოხვიდეო და 1-5 სიმღერა მიმღერო რა სამბო მიკროფონი ამჭერია 5 წელია მე უთხარი ხელში და რა 5 სიმღერა უნდა გიმღერო მეთქი და თან ჩემი მეგობარი მუშაობს იქ მუსიკოსად ხო და არ იქნება კი იქნება მოხდა ისე რომ მანქანით დამადგენ სახში ზალით წაგიყვანეს ჩქარ-ჩქარა ხო ჩავიცი რაღაცა ძველი სამოსებიდან ამოვიღე ერთ-ერთი ცნობილი ჩემი პიჯაკი ცილინდრი და აი ეს წითელი პიჯაკი თუ სხვა პიჯაკზე ეძახი წითელი პიჯაკი ხო და აი ესე შევარდი მაშინ და ხალხის საზოგადოების აი რამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი რა მანამდე ფიქრობდი და ესე ვორჭოფობდი იქაც რომ მე შოუ ბიზნესში აღარ დავბრუნდებოდი ანუ ფიქრობდი რომ აღარ მიმიღებენ მაგ კონჩი თუ შენ არ დავბრუნდებოდი რა ეს განცდა მქონდა ხო კომპლექსი ყველას აქვს ხო და მეც მქონდა ეს კომპლექსი რომ აი ნაციხარი რაღაცა და ვის უნდა და რო გადახედო ხა დღეს ნახევარი საქართველოა ნაციხარი და შოუ ბიზნესიც და მთავრობაც მაგრამ არ მინდოდა რა მაინც ეს არ მქონდა გადაწყვეტილი და აი იმ სიყვარულმა გადამაწყვეტია რაც იქ ვნახე რომ შევედი და იქ ატყდა ტაში რომ გამომაცხადა რომ სცენაზეა ეხლა ამდენი წლის შემდეგ ესა პროდიუსერი და შოუმენი ჯიმი მაკასა და ქალები რო ადგნენ და იქ ამბავი იყო ნუ დევს ეს სოციალურ ქსელში YouTube-ზე ატვირთულია ეგ ვიდეო და ყველა რო ტელეფონები ამოიღო და ყველა სურათის გადასაღებად რომ მოვიდა და ერთი ქალი საერთოდ კარტაში ჩავიჯდა და ისე მკოცნი და რო ჩამოვჯექი ცოტა ხანი და ნუ მოხდა ესეთი რაღაცები და მადლობა ამ სიყვარულისთვის რა თქმა უნდა თითოეულ იმ ადამიანს და ალბათ მე ის დავტოვე და დავთესე რომ ამდენი წლის შემდეგ ვრუნდები და ესე ხვდება ხალხი რა გასწავლა ციხე? ეს ძალიან ისეთი კითხვაა. პირველ რიგში მასწავლა რომ არ უნდა ვენდო ადამიანებს ისე როგორც ვენდობოდი. და პირველ რიგში დავაყენე ეს არ ვენდობი საერთოდ არავის. ალბათ გაგიკვირდება ვენდობი ძალიან თიძე ჩამოსათვლელ ადამიანებს, როცა აბსოლუტურად ყველაზე ისეთი მიმდობი ვიყავი რომ ყველას ყველაფერი მჯეროდა. ყველას ყველაფერი რაღაცა გამხადა ესე რომ ჟარგონულად ვიტყვი ასობნიაკი გამხადა მაინც როგორ ეტყო კრიმინალი რუაცდობი ხო და აი ძალიან ერთეულებს ხელზე ჩამოსათვლა თუნდაც იქიდან წამოყოლი მეგობრებს რამოდენიმეს ერთ-ორს და გარეთ გაცნობებს კიდე ერთ-ორს და მასწავლა კიდე ძალიან რთულ მომენტებში აუცილებლად ისეთ ადამიანების გვერდით უნდა იდგე რომელსაც შენ ჭირდები რომელიც შენ გიყურებენ თვალებში და გეტყვიან სათქმას რომ აი ჯიმი შენ შეძლებ ამას ჩემთან ერთად რაღაცა გააკეთო და გადამიდგე ესეთი ნაბიჯები და ვდგამ და ვაკეთებ ამ ადამიანებთან ერთად მაინც ხო იცი ქართველი როგორი ხალხია რომ აინტერესებთ სხვის საძინებელში რა ხდება ესე რომ ვთქვათ რა ხო და პირველ რიგში დარწმუნებული რომ დაგინახავენ ეგრევე ხა სათავეც ეგეთი ეწერება რა თქმა უნდა შოუ ბიზნესსაც იღებდი ხო იცი ინტრიგა ხო და პირველ რიგში დააინტერესებთ აი ციხის შიდა თემები და აბა რა ხდება და აბა როგორ არის რუტინა ციხის კაი გეტყვი ხა ციხის რუტინას დილის 8 საათზე იღება კარები გავდიოდი გარეთ უკვე ეგ ერთგვარი პრაგულკა თუ ეს პრაგულკა არა ანუ ზონაზე როგორ ხდება იცი ციხეზე მაპატეთ რუსული სლენგების ხო ციხეზე არის სხვა სიტუაცია ზონაზე სხვა სიტუაცია რა მთლიანად იღება გადიხარ ეზოში ეგ ეწოდება პლაცზე სასეირნოდ შეგიძლია გახვიდე შემდეგ მოდის დილის საჭმელი უკვე სასადილოში რა თქმა უნდა
გადადიხარ სასადილოში, მიირთმევ დილის საჭმელს, შემდეგ შეგიძლია კამერაშიც წამოიღო, მაგრამ მე ახლა რაღაცას ცუც კი არ ვაგებ, რომ არ ვარგო და საჭმელი და ან რამე და არაფერი არ მინდა ესეთ დეტალებში შევიდე. მე პირადად იქაურ საჭმელს არ ვჭამდი, იშვიათაც ძალიან. უფრო ვყიდულობდი რა რაღაცებს და ანუ მოსულა ეგრე. კი, მაღაზიაში შეიძლება რაც გინდა, ყველაფერს აბსოლუტურად, ზეხვი გინდა, ხორცი გინდა, კვერცხი გინდა, რასაც გინდა იმას გააკეთებ შენთვის და ესეთ რაღაცებს ერთადერთი რაც ეგრეთ წოდებული ბალანდის მიყვარდა ეს იყო ფლოვი და მანის კაში დილით და იმას აუცილებლად ვჭამდი რა ყოველდღე არა, მაგრამ როცა მოდიოდა იმ დღეებში კი. შემდეგ ჩავდიოდი უკვე მაღაზიაში მენეჯერის თანაშემწე ვიყავი და სამუშაოდ გოგოები ხდებოდნენ ძალიან რა თქმა უნდა პოზიტიურად. ძალიან დაუმეგობრობდი ამ ადამიანებთან, გავატარე 4 წელი ურთულესი, რომლებმაც გადამატანინეს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი და არ შემიძლია არ ვახსენო ადმინისტრაციის რამოდენიმე თანამშრომლები, რომლებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ და არ მქონდა რაღაც ისეთი შეზღუდვები, ვიტყვი რომ შეიძლება კაი გადაადგილება გამჭირებოდა იქ ეკლესიაში ჩასვლა რაღაცა, რასაც ვთხოვდი, ყოველთვის ყველაფერზე მეუნებოდნენ თანხმობას რა, რომ აი ეკლესიაში მაგალითად ისე დროს მინდოდა ჩასვლა, რომ აი ზონა იკეტება და რაღაც ვერ ვასწრებდი ჩასვლას და გამოსვლის შემდეგ უნდა ჩავსულიყავი და მეტყოდი რომ აი თუ ჩამიშვებთ და მithვალისწინებდნენ, იმიტომ სად გაიქცევი იქინა, სად მიხვალ, ხო? ან ვინაა გამქცევი, მაგრამ მე ყოველთვის მაძლევდნენ ამის უფლებას, რომ ჩავსულიყავი მაგალითად აი ზონის დაკეტვის შემდეგ, რადგან მანამდე მუშაობდი და ვერ ვასწრებდი. რა თქმა უნდა არ ყოფილა ისე იქ უსაქმურად, ვაკეთებდი ჩემს საქმეს, მთელი ზონის შეკვეთებს წერდი, შემდეგ ამას ვაწვდიდი მენეჯერს შეყავდა არის ვენებდი იქაც კომპიუტერში და ესე შემდეგ მე მივდიოდი სასწავლებელში უკვე სასწავლებლად, მე იქიდან უკვე საჭმლის დრო იყო მოვდიოდი და შემდეგ კალათბურთი, ხან ფეხბურთი, ხან ჭადრაკი და ესე შემდეგ და ვიყავი ფელამ რუტინაში. არ ვერეოდი ოღონდ სხვა საქმეებში. კი ბატონო, მესმის. ეს რასაც ქვია ზონის სხვა პატიმრების ცხოვრებაში და იქაურ რაღაც ყველა ისე არ ცხოვრობს ახლა როგორც ჩვენ სამეურნეო ნაწილს უძახიან, სადაც არის მომუშავე პატიმრები და იქ ვიყავი და მე ამის არ მწვენია საერთოდ არც მარიდება, ვიცი რა ამბავიც ატყდება ახლა ზუსტად ამაზე, მაგრამ მიამაყება ის რომ ვიყავი მყარად და ვიყავი მაგრად. იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც შეიძლება დღეს ზონაზე ცხოვრობდეს და არ მუშაობდეს, რა თქმა უნდა მე არავის არ ვაკნინებ. მე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, მე არ შევსულა და არ ვიყავი ის პიროვნება, რომ იქ ყოფილიყავი ამ სტატუსით, შოუ ბიზნესიდან მისული ვიყავი და ვიყავი იქ, სადაც ჩემი თავი ვიგრძენი კარგად. და მეკეთებია ის საქმე, რაც მე მინდა და მე გადავრჩენილიყავი იქ და გამოსულიყავი ისეთი, როგორიც გამოვედი. ერთი ასეთი კითხვა უნდა დაგისვა კიდე. რწმენაში უფრო მეტად გაძლიერდი და უშუალოდ რაც ციხეში იყავი თუ ხანდახან არის რომ აი ესე თავისუფლებაზე რო ვართ. მოდი პირდაპირ ვიტყვი ასე რომ ხანდახან ღმერთის უარ ახსოვს ადამიანს, ჩვენ და სამწუხაროდ. მე რაღაც განსაცდელში რო არის ხო, მაშინ უფრო ახსენდება. და ამ შემთხვევაში როგორ მოხდა შენთან დამოკიდებულებაში დაუშვათ. იქ უფრო მეტად ხوار გაძლიერდი წმენდაში თუ არ იყო დიდი მნიშვნელობა თავისუფლებაზე იქნებოდი თუ ციხეზე იქნებოდი. შენგან ეს კითხვა მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ შენ კარგად იცი მე რამდენი საქმიანო საღამო მაქვს ჩატარებული, არაერთი და არაერთი ბავშვი სიცოცხლე გადამირჩენია. დაჭერამდე და ჯაბაბოჯგუას საქმიანო საღამო ჩავატარე და რა ვიცი, ბევრის და ძალიან დიდ თანხებთან მქონდა შეხება. რაც გამოვედი სხვათა შორის არ გამიკეთებია და ვფიქრობ რომ უნდა გავაკეთო და კარგი რაღაც კითხვა დავისვი. მე რწმენაში ყოველთვის ვიყავი და ყოველთვის ეკლესიაში დავდიოდი, ახლა მე არ ვიტყვი მას 24 საათი ყველა წირვას ვესწრებოდი და ისე ვიყავი. სიკეთეს აუცილებლად ყოველთვის ვაკეთებდი და ამას ვაკეთებდი ჩუმად იმ საქმიანო საღამოების გარდა რაც შეიძლებოდა გამეკეთებია. დღესაც ახლა ჩემი ტელეფონი რო გახსნა, რამდენი ადამიანი რას წერს, ჯიმი თუ შეიძლება დამეხმარეთ. ხო, ეგეთები ჩემსაც გული არა მაქვს, ის არა მაქვს, 20 ლარი, 30 ლარი, 50 ლარი, ესეთი მაშინაც რიცხავდი 100 ლარი და დღესაც ვაკეთებ. წვენაში ყოველთვის ვიყავი, მაგრამ ახლა გასასწაული რა ვთქვა რომ მქონდა ისეთი მეთქი რომ სულ წირვას ვიყავი, სულ აღსარებას ვაბარებდი მეთქი, ესე არ ვიყავი, მაგრამ მქონდა რა თქმა უნდა და ვარ და იქ უფრო გავძლიერდი, კი. უფრო გამაძლიერა, მაგრამ ყოველ დღე თითქმის თუ არა, ყოველ მეორე დღეს კვირაობით მე და თაზოს მქონდა მაგალითად, კვირაობით დავდიოდით მე და ჩემი ძმაკაცი, იმის კამერაში ერთად ცხოვრობდით, ყოველ კვირას არ არსებობდა რო არ წასულიყავით და გამოსვლის შემდეგაც ეხლა მივდივარ ყოველ კვირას სანთელს ვანთებ ჩემზეც, იქ ბიჭებზეც და ჩემ გარეთ მყოფ ადამიანებზეც, ვინც მე ძალიან მიყვარს. ყველაზე მეტად რასთანო, აი ყველაზე მეტად აი ამ ყველაფრიდან. რაც გამოიარე.
არ დავიჭერდი ახლანდელი გადმოსახედიდან იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვისაც ვენდე. მისევ ადამიანთან ურთიერთობას ნანობ ესე გამოდის ხო? ადამიანთან დაახლოებასთან დაახლოებას კი ბატონო და დობის ფაქტორს რომ რადგან ცნობილია ერთ სიტყვაზე ვენდე და ესეთ შარში გამხვია ესეთ რაღაცეებში მოხდი და კიდევ სხვა ადამიანებსაც არ ვენდობოდი რა ყავდა ესეთი ახლო მეგობრები რა ვიცი რომელიც ჩემს ოჯახში ცხოვრობდნენ შეიძლება ესე რომ ვთქვა 20 წელს ჩემთან ატარებდნენ და საერთოდ გაქრნენ ერთ დღეში ჩემი დაჭერიდან რასაც არასდროს არ ვაპატიებ კონკრეტულად არც იმ ადამიანს და სხვა ადამიანებსაც რა თქმა უნდა ვინც ჩემი დაჭერიდან მეორე დღეს გაქრა ხო არა ჩემთვისაც ძალიან დიდი შოკი იყო უცებ რაღაცა ეს ლაღი რაღაც კარგი ადამიანი ეს თავის საქმის მოყვარული პროფესიონალი და უცებ ესე ტელევიზიიდან ვიგებ რაღაც დაიჭირე ჯი მაგაცა რაღაცა ის იყო ჩემთვის უცებ შოკი რაღაც მოულოდნელი რომ მეთქი რაღაც შეცდომა ალბათ და 2-3 დღეში ალბათ გამოუშვებენ რაღაც მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ის რაც მოხდა რა სამაგეროთ ეხლა კაია რომ აი ესე მოხოდილი ხარ ასე ვთქვათ და შენს თემებს აკეთებ ისე როგორც საჭიროა რა. როგორ მოგვიწონა ზოგადად სადაც ვიყვებით პოდ 709 ეს გარემო? კი, კარგი სივრცეა რა თქმა უნდა, კომფორტულად გრძნობ თავს პირველ რიგში. ხო. ვარ გრილად და ზაფხულში არ დაგცხება და მადლობა რა თქმა უნდა ესეთი კომფორტისთვის. და კიდე არ მასვენებს ერთი კითხვა და ესეც უნდა დაგისვას, ანუ დავამთავრეთ აუცილებლად რა. მილიონერიო შენზე ამბობენ რა, ბევრი მიწების ფლობელიო და მთელი ამბებიო და აი ეს როგორ არის ეგ ამბავი ხა ეგ მართალია, ტყუილია? სოციალურ ქსელში ატყდა ალბათ და იქაც ნახავდი შენ ამაზე მთელი ამბები, რომ საიდან ფლობ ჯიმი მაკაცარია მიწებს და ეხლა თბილისის ტელევიზიურშიც დაიბეჭდა და ინტერვიუ მქონდა და რამოდენიმე ტელევიზიამ და ამერიკა რაზეც უარი ვთქვი ამ თემაზე სასაუბროთ, იმიტომ არის ძალიან სისულელე, არანაირი მიწებს მე არ ვფლობ. არის სამშობლო კომპანიასთან თანამშრომლობ, რომელიც მე პირადად ვარ მარტო PR მენეჯერი და არანაირი შეხება არ მაქვს ამ კომპანიასთან. იწყებს დიდი ღომში აშენებას მრავალფუნქციურ კომპლექსის და არის ჩემი ძალიან შინაურის და ახლობლების. ხო. არის ინვესტორი, რომელიც შემოსულია და მიწები არის გაფორმებული დროებით იყო ჩემს სახელზე და შემდეგ უკვე ანუ დროებით მილიონერი იყო. გადავეცი სხვას რა თქმა უნდა და ალბათ საჯარო რეესტრი რომ ვიღაცამ დააფიქსირა რომ ჩემს სახელზე დარეგისტრირდა რაღაც, ამიტომ გადაწყვიტეს რომ აი მიწებს ფლობს რაღაც სასწაულს და თუმცა რომც ფლობდე რა, არ გეკუთვნის თუ რა. ხო რატო არა. ხო, ვერ გავიგერა. ლაქსერული ცხოვრება ვის არ უყვარს. რამე ისეთი ხო არ არის ბოლოსკენ მაგალითად რისი თქმაც გინდოდა და მე არ გკითხე და შენ თვლი რომ უნდა თქვა რა შენ იმდენი რაღაცა მკითხე რაფერს ვერ დავამატებ და რაც ბევრთან არ მისაუბრია ის ხო მაგისთვის განსაკუთრებული მადლობა მისაუბრე შენთან როგორც პირველ რიგში მეგობარს ისე გაფასებ ჩემო კარგო ანალოგიურად გვაქვს და მადლობა აი ესეთი ამაზე ინტერვიუსთვის გაიხარე არხი გამოიწერთ აუცილებლად, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ და სპონსორებით თუ გამოჩნდებით, ძალიან მადლობელი ვიქნებით და დღევანდელი აი ამ პოდკასტის კონკრეტულად ამ პოდკასტის სპონსორია VM Production-ი, სასპონსორო კომპანია. უღმესი მადლობა რომ მიყავი შენი სტუმარი მოწვევისთვის ჩემო კარგო. მადლობა. დროებით მეგობრებო. აჰა